პოდკასტის დაწყების დღიდან ითხოვს ჩემი მაყურებელი. ყველაზე დიდი განსაცდელი ეს იყო შიმშილი და ატკივილი. ამიტომ ჩვენ სულ ვეძებდით საჭმელს და სულ ვეძებდით წამალს. ადამიანების პიროვნული თვისებები ხასიათი ხომ განაპირობებს იმას, რომ შემდგომ საბოლოო ჯამში საზოგადოება ავადდება. მორალური შოკის და პანიკის მერე უნდა დავშვათ კითხვა, რომ ეს რო ძალადობს და აი ამას რო სჩადეს, ამას რატომ აგებს? არ უნდა ებრძოლო მკვლელს, უნდა ებრძოლო მკვლელობას. როგორ აისახება ადამიანის სხეულზე ემოციების დათრგუნვა. შენ თუ იცი ადამიანი რას ეწევა, რას იკეთებს, რას სვამს და რა მუსიკას უსმენს, შენ იცი ამას რა უჭირს. ჯანმრთელ სხეულში ჯანმრთელი სულია. მოიცა. ესე იგი ეს ორი ტიპი, ესე იგი ღმერთი და ეშმაკი რო ეწოდა მერე. ესენი ხომ მტრები არიან. ერთად როგორ სხედან და როგორ საუბრობენ ესეთნაირად? სრულიად გაუცნობიერებელი. თავარი ჩვენი უბედურების წყარო არის გაუცნობიერებლობა. აი ეს პროგრამებში როგორც მატრიცაში, ხო ეს ლურჯი და წითელი ეს ისა, ხო? როგორ უნდა მიხვდე რომ პროგრამიდან გამოხვედი? ნახოთ.